ბავშვებო, ხა მომისმინეთ კარგად. პირველ რიგში ამ ფურცელს ვინც დაკარგავს, ვერ მოხდება მერე სიაში და გამოეთიშება უბრალოდ ფესტივალს. პირველად ნიკოში 2008 წლის 8 აგვისტოში ჩამოვედი მონასტერში მე ომის დროს. აი უკვე 2015 წელს რაღაც გამიჩნდა სურვილი რომ ამბოშებისთვის უკვე ესეთი სპორტული აქტივობა შემეთავაზებინა, რომელიც მათთვის რაღაც კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ შეძლებდნენ მოსულიყვნენ და ევარჯიშათ, რაც ამ რეგიონში არ არსებობდა. 2017 წლიდან უკვე ძალიან აქტიურად დავიწყეთ საქართველოს ჩემპიონატებზე მონაწილეობა და საკმაოდ კარგ შედეგებსაც ვწევდნენ. თუმცა მიუხედავად ამ შედეგებისა, უკან ძალიან ბევრი სირთულე იყო. მხოლოდ შარშან შევძელით რომ რაღაცა გორის მერის დახმარებით გადმოგვეცა ეს ერთ-ერთი უფუნქციო შენობა და უყო თავიღეთ პასუხისმგებლობა რომ ჩვენი ძალებით შევძლებდით ამ შენობის გარემონტებას და დავტვირთავდით იმ მიზნით რაც გვინდოდა რომ გამგვეხორციელებინა და აი ბევრი ორგანიზაციის დახმარებით მართლაც აი ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. ვერ ვიწყედით გაკვეთილებს რომ არ ქონდა საპირფარეშო და ძალიან რთულია ხა მოვიდნენ ბავშვები და მე სახში უწევდით ამის გამო გადასვლა. აი იდეების აუქციონის დახმარებით უკვე დღეს ეს პრობლემა მოგვარებული არის. დღეს უკვე რაღაცა გვაქვს ის მოცემულობა, რომ აი ბავშვებს იმასთან შედარებით რაც ქონდა, ბევრად უკეთესი პირობები დახვდეთ ამ სივრცეში. ვარ ბედიანიდან და იქიდანვე დავიწყე ცოცვა. რო ავედი აი მაშინვე მომეწონა რა პირველივე წამები. მე როდესაც ეს დარბაზი აშენდა, სუმად ვატარებდი დროს. აი მთელი დღე მანდ ვიყავი რაღაც. მე დავიწყე შეჯიბრებებზე გასვლა. კი, პირველი შეჯიბრი ცუდად დამიმთავრდა, ვერ ავიღე ადგილი ძალიან დამწყდა გული, მაგრამ მაგის მერე ამ პირველი შეჯიბრის მერე თქვი რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ ხო შემდეგი შეჯიბრებები თქო. სიამოვნებს რომ აი ვიწვალე და ბოლოს გამომივიდა. ჩვენთან ბედიანში არ არის არაფერი ისეთი, რომ ბავშვი განვითარდეს. ბავშვები დანგრეულ შენობებში თამაშობდნენ და როცა ლაზარემ სრულიად შემთხვევით თავის ეზოში გააკეთა პატარა კედელი, ბავშვებში ეს ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და ტასუნას ძალიან მოუნდა, რომ აი დედიკო მივყვები ამ სპორტს და არც კი მიფიქრია რომ მეთქვა არა. ეს დარბაზი უკვე იძლევა შესაძლებლობას 50-60 ბავშვიც მივიღოთ და ვავარჯიშოთ. დროუნელი ფესტივალი იყო სამასაკობრივ კატეგორიაში, ეს იყო საბავშვო. თავისთავად იყო ნიქოზელი ბავშვები იყვნენ, თბილისიდან ჩამოვიდნენ ძალიან ბევრი პატარა მონაწილე და ბედიანის მეკვლეურთა კლუბიდან. ბავშვებო, კიდევ ერთხელ ყველა მონაწილეს მინდა გადაგიხადოთ, მადლობა მოსვლისთვის, რომ დახარჯეთ ეს ენერგია და გაერთეთ. მე იმედი მაქვს, რომ ნიქოში უფრო ხშირად ჩავატარებთ ხოლმე მსგავს ფესტივალებს და უფრო მეტი ახალგაზრდა შეიკრიბება ამ დარბაზში.